გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ მომაწოდა ძალიან კარგი იდეა. მიდასის ვარსკვლავზე ხომ არ დაგვეხატა ალგორითმიო. ქეთის ძალიან დიდი მადლობა ამ იდეისთვის, მოვძებნეთ ასევე ქეთისთან, უდიშელთან, ასტროლოგთან მიდასის ვარსკვლავის სქემა, რომელსაც ნახატის სახით დავურთავ ამ ვიდეოს და ამ სქემის მიხედვით დავხატეთ მიდასის ვარსკვლავი და გავუკეთეთ მას ნეიროგრაფირება. ანუ გადავეყვანეთ ნეიროალგორითმის სტრუქტურაში, რითაც უფრო გავაძლიერებთ ჩვენი გონებისთვის ამ მიდასის ვარსკვლავის სტრუქტურას. გავაძლიერებთ და გავააქტიურებთ. აქ სწორედ მას ვხატავ, როგორც გითხარით, სქემას დავურთავ. აუცილებლად ვიდეოს ბოლოში დავდებ სურათ სქემის სახით, როგორ უნდა დაიხატოს. ვარსკვლავის დახატვის შემდეგ ვავლებთ სივრცულ ნეიროგრაფიულ ხაზებს, ისე რომ შევეცადოთ, რომ მახვილი კუთხეები, სადაც არის ზედ, გადავატაროთ ეს ხაზები ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, გვერდებში, როგორც გსურთ, შეგიძლიათ პირდაპირ ვარსკვლავიდან გაიტანოთ ასევე სივრცული ხაზები და მერე უკვე დავიწყებთ მომგვალებას, როგორც ვიცით, ნეიროგრაფიკაში ყველა კუთხეს ვამგვალებთ. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ტიპის მარკერი, უფრო წვრილი თავით და უფრო მსხვილი თავით. მომგვალებაში წვრილთავიანი მარკერი ძალიან დაგეხმარებათ და თან ხატვის პროცესში აუცილებლად ვიმეორებთ აფირმაციას, რომელიც ასევე ქეთი ოდიშელმა დაურთო თავის ნახაზს. შეგიძლიათ მის გვერდზე ომნია იხილოთ ეს მიდასის ვარსკვლავის სქემა და აფირმაციებიც, თუმცა მეც დავურთავ აქ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქეთი გუჯაბიძეს, რომელმაც ეს იდეა მომაწოდა. აქვე წრეების სახით ვხატავთ, თქვათ, იმ ფინანსურ სისტემებს, სადაც გვინდა რომ გქონდეს დიდი შემოსავალი, იმიტომ რომ მიდასის ვარსკვლავი ეს არის შემოსავალზე, პირდაპირ იხატება ეს რეიკული, რუნაც შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ, იხატება პირდაპირ ფინანსებზე და რამოდენიმე წრის სახით ჩავხატე აქ სად მინდა კონკრეტულად რომ ეს ნაკადები წამოვიდეს. ეს არის ჩემი ოჯახის კეთილდღეობა, ანუ აქ მინდა რომ შემოვიდეს, მე ეს წრეები დავხატე, თქვათ, ჩემი ანგარიშები, სადაც მინდა რომ თანხები წამოვიდეს და ასევე ჩავხატე კიდევ რამოდენიმე წრის სახით, ანუ ჩემი რითქვენის ნებართვით აქ არ გავაჟღერებ, თქვენც ასევე შეგიძლიათ რომ წრეების სახით ჩაამატოთ კონკრეტიკა, ანუ რა შეგინდათ. მე აღვნიშნავ, რომ თავიდან ვაკეთებთ 2 წუთს აუცილებლად აქტივაციას თემისას, ფინანსები დავარქვი თემას და აქტივაციის დროს ჩემდა გასაოცრად ძალიან ბევრი შიში წამოვიდა დიდი ფულის მიმართ და როგორი შიში იცით, აი რაღაცა პირდაპირ ეგეთი სიტყვები წამოვიდა, გაღორება, ანუ ესე იგი სადღაცა ქვეცნობიერში ეს შიშიც შეიძლება არსებობს, რომ აი თქვათ რაღაცა დიდი თანხის მერე არ დამემართოს ის, რაც ემართება ადამიანების უმრავლესობას. ხო, ვიცი რომ არ დამემართება, ესეც დავამუშავეთ. თუ აი მსგავსი რაღაცა თემებიც წამოვა თქვენთან, ესეც შეგიძლიათ აქ დაამუშაოთ ხატვის პროცესში და ასევე ის აფირმაციაც იმეოროთ, რაც ერთვის თვითონ ამ რეიკულ ნახატს. შემდეგ უკვე გადავდივართ ფერების შემოტანაზე, მომგვალებას როცა გავაკეთებთ ფერების შემოტანაზე გადავდივართ და აქ ფერები ენერგეტიკის სახით შემოგვაქვს, შეგიძლიათ ოქროსფერი გამოიყენოთ, შეგიძლიათ წითელი გამოიყენოთ, ცოტა წითელს მაინც მოერიდეთ, თლად ამ რუნას წითლად გააფერადებთ ბოლომდე. იმიტომ რომ წითელი იცით არის ძალიან ძლიერი ფერი და ამას კიდევ აქვს
ბევრი מחული ვარსკვლავს ამ თვითონ ამ ვარსკვლავს, ამიტომ იცოდეთ რომ შეიძლება ისეთი ბიძგით წამოვიდეს ეს რომ მზად არ იყოთ, თუმცა თუ თქვენში მაინდა-მაინც წითელი მოდის, ესე იგი რაღაცა მზადყოფნაც გაქვთ ამისთვის და გამოიყენეთ კი ბატონო. მე პირადად ცოტა ნარინჯისფერი და ოქროსფერი გამოვიყენე და ამ ფერებით გამოვკვეთე თვითონ ეს ვარსკვლავი და დანარჩენი უკვე იცით ნაკადების სახით შეგიძლიათ გააკეთოთ. აქ მე ფონი ვარსკვლავის გარშემო ცოტა გავამუქე, იმიტომ რომ უფრო გამომეკვეთა ვიზუალურად თავად ვარსკვლავი. თქვენც შესაბამისად გირჩევთ რომ ეს მხატვრული ხერხი გამოიყენოთ თქვენს ნახატში, თუმცა აქაც აღნიშნავ თქვენზეა დამოკიდებული. აქვე მინდა დავამატო, რომ კონკრეტულად აი ეხლა არის პერიოდი, როდესაც ეს ფინანსური ნაკადები აქტიურდება, ესეც ასტროლოგთან, ქეთი უდიშელთან ნახეთ და ამ თვითონ აღწერას თავად ამ ვარსკვლავისა აქ მინიშნება, რომ ეს პერიოდი არის ახლა გააქტიურებული და ძალიან კარგია ამ ვარსკვლავის გამოყენება, არა მხოლოდ დახატვა, ხელზეც დახატვა, შეგიძლიათ რომ ხელზე დაიხატოთ, თქვათ, ხო? და კარგად ყურადღებით წაიკითხეთ, მოკლედ ანოტაცია რაც აქვს ქეთის იქ გამოყენებული და იმის მიხედვით იმოქმედეთ. თან ძალიან კარგად დაემთხვა, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ფინანსური მარათონი და ზუსტად ჩვენს მარათონსაც მოუხდება. აუცილებლად მიაწერეთ თარიღი, რომ შემდგომ უკვე იცოდეთ, ქვემოთ, ანუ კანა მხარეს უბრალოდ მიაწერეთ თარიღი, რომ ნახოთ როგორ იმუშავა, ვთქვათ, რამოდენიმე თვეში, გადახედავთ თქვენს ალბომს, სადაც ფინანსებზე ხატავთ და ნახავთ როგორ იმუშავა ამა თუ იმ ალგორითმა, ასევე ნახავთ როგორ იმუშავა კონკრეტულად ამ ალგორითმა თქვენთან. კიდევ ვიტყვი რომ მრავალჯერადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლა ეს ივნისის 5-დან რაღაცა ასე ეწერა და კარგად ჩახედეთ თქვენც, აი ივნისის თვეშიც აქტიურად მოკლედ შეგიძლიათ ყოველდღე ხატოთ ეს ალგორითმი, სხვადასხვა ფერი მისცეთ. არ არის რთული დასახატი, პატარა ფურცელზე, პატარა ზომისაც შეგიძლიათ გააკეთოთ და სივრცული ხაზები დაუხატოთ, იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ როდესაც ფურცელზე ხატავთ, ხო, და არ ვუკეთებთ, ანუ არის ალგორითმები, რომელსაც ოთხკუთხედში სვავ, რაღაცა საზღვრებს უკეთებ, ხო? აქ არა გვაქვს ფურცელზე რომ ხატავთ, საზღვარი არ გვაქვს, ანუ ფურცლის იქითაც გადის. ამიტომ ზომას არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომაზე დახატავთ. ხანდახან პატარა ფურცელი ჩანახატის სახითაც შეგიძლიათ რომ კალმით და ან უბრალოდ შავი ფანქრით დახატოთ და გააკეთოთ ყველაფერი დატოვოთ მერე ერთ ფერში, ну ორ ფერში ხა შავი და თეთრი, ანუ მონოქრომში და ისეც გამოიყენოთ ხშირად დახატეთ, ეს თავისთავად მუშაობს თვითონ მიდასის ვარსკვლავის რეიკი თავისთავად მუშაობს ძალიან კარგად და ჩვენ ახლა ეს გავაძლიერეთ კიდევ ნეირო ალგორითმით. გისურვებთ თქვენი ფინანსების გაძლიერებას, თქვენი ფინანსური ნაკადის გააქტიურებას ისეთ დონეზე, როგორც თქვენ ეს გჭირდებათ, როგორც თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და ისეც როგორც არ წარმოგიდგენიათ და ეს რომ ყველაფერი იყოს ჩვენთვის საკეთილდღეოდ, თქვენთვის, ჩვენთვის და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.